ბატონმა გიანუდიამ გამოთქვა თავისი მოსაზრებები, როგორც ყოველთვის მის მოსაზრებები იმსახურებს ხოლმე წინააღმდეგობრივ გამოხმაურებებს, მაგრამ ეს არის კიდეც საინტერესო, მაგრამ მან ძირითადად ისაუბრა ორ ძირითად ვერსიაზე, როგორც შეიძლება გამართდეს მოვლენები და მის აღწერის საშუალება მინდა მივცე მას. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, ბატონ გეგვართ ამ კონკრეტულ მოცემულობაში. განაზრახის დონეზე პოლიტიკური პარტიების აკრძალვა უკვე პოლიტიკური დეკლარაციის სახით გაკეთებულია. რეპუტაციულად თუ რამე შეეძლო დაეზიანებინა თავიანთი თავისთვის ცივილიზებულ სამყაროში დაეზიანეს. ალბათობა იმისა, რომ ბოლომდე შეიძლება შეასრულონ, საკმაოდ დიდია, იმიტომ რომ ხარჯი ნაქნარია, როგორც იტყვიან და პარე მოდი ბოლომდე მოვასუფთავო, მაგრამ თვალთასაც არ გამოდის, იმიტომ რომ თან ისიც უნდათ, რომ საქართველოში სერვისები, როგორც ევროპულ ქვეყნებსა და დასავლეთში ისე მუშაობდეს, ევროპული საბანკო სისტემები ფუნქციონირებდნენ, რაღაცა ცივილიზებული სამყაროს ნაწილად მიაჩნდნენ თავი, მაგრამ ამავე დროს, ჩინეთს გვიცხადებენ როგორც, ასე ვთქვათ, იდეალურ მოდელად, რომელზეც უნდა გავსწორდეთ. რა პერსპექტივა აქვს საქართველოში აი ამ პროცესს, განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგობის მიმართულებით? ხო, ეს რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი კითხვა, რომელსაც ყველანი ერთმანეთს უსვამს და რომელზეც შეუძლებელია პასუხის გაცემა პრინციპში, ცალსახა პასუხის გაცემა, იმიტომ რომ ლოგიკური პასუხი თითქოს არ არსებობს, რას გულისხმობ, რომ ერთის მხრივ, როგორც ვთქვათ, რეჟიმის მომხრეები რაღაც ირონიით ამბობენ, რომ აბაამ რაღაც აქციებით, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ხალხმრავალი არ არის ცხადია, აი ამით ხო ვერ მიაღწევთ მაინც რეჟიმის შეცვლას და კი ერთმანეთს დაერივნენ, ეს თქვათ, ზევით, მაგრამ მყარად განან პოლიცია მაგათია, ყველანაირი რეპრესიული აპარატი მაგათია, რაღაც ეკონომიკას არაუშავს, ასე ვთქვათ და მყარად არიან და არაფერი არ გეშველებათ, ხო? თითქოს ობიექტური რესურსული, ასე ვთქვათ, მატერიალისტური მიდგომით რო შევხედოთ, თავრობა იგებს. და არ ჩანს, რომ საზოგადოებამ აჯობოს. დასავლეთსაც ახლა ჯარით ვერ შემოვა, ხო და ახლა კრიტიკას არ აკლებს და რაღაც იზოლირებული ვარ მთლიანად დასავლეთის მიმართულებით. მაგრამ მეორე მხრივ იმის რაღაც ის პერსპექტივაც ძალიან ბუნდოვანია, რომ აი ეს მდგომარეობა, რომელშიც უნდა რომ ხელისუფლებამ ჩაგვაყენოს, ეს რაღაც დასტაბილურდეს და გახდეს ჩვეულებრივი მდგომარეობა, რომელსაც საზოგადოება შეეგუება, იმიტომ რომ ახლა რაც დარჩა ხელისუფლებას, ძირითადად ყველა კანონი მიიღო, ასე ვთქვათ, რეპრესიულობით რუსეთს უკვე უსწრებს რაღაცეებში, რაღაცეებში ჯერ შეიძლება ცოტათი ჩამორჩება და რაღაც ნელ-ნელა ბეჯითად ახორციელებს, ასე ვთქვათ, ამ რეპრესიებს, აი პარტიებს მალე აკრძალავენ, ვთქვათ, ის საკონსტიტუციო სასამართლოშია გადაგზავნილი, ხო, საუნივერსიტეტო რეფორმა ეგრეთ წოდებული რაღაც ასევი რაღაც სტადიაზეა. ავტორიტარიზმის ფორმალიზების. ხო, ფორმალიზებად, მაგრამ მარტო ეს არ არის საკმარისი, ავტორიტარიზმი არის ქვეყანაში, როცა საზოგადოება ეგუება მას როგორც რეალობას, ხო? როდესაც კი, საბჭოთა კავშირში დისიდენტები იყვნენ, ერთეულები, მაგრამ მე ცხოვრობდი იქ და მიღებული ქონდა, რომ აი ასეთია ჩვენი ქვეყანა და რაღაცნაირად უნდა მოერგო, ასე ვთქვათ, მას და რაღაც მართლა სანამ ძალიან არ შეირყა ეს რეჟიმი, წარმოდგენაც უჭირნდათ ადამიანებს, რომ ეს რაღაც სხვანაირად შეიძლება ცხოვრება ამ ქვეყანაში. ვიცოდით ტელევიზიით რაღაც ფილმებიდან, რომ სადღაც სხვანაირად ცხოვრობენ, მაგრამ ჩვენთვის ეს არ არის, ხო? აი ამის მიღწევა უნდა რეჟიმს, ხო, რომ რაღაცნაირად შევეგუოთ ამას და ჩავთვალოთ, რომ ეს ასეა. მაგრამ ამასაც ვერ ახერხებს. პოლიტიკა ხალხის საქმე არ არის. ხო, ეკონომიკაში. ხო, ვისაც არ მოგწონს წადით საზღვარგარეთ, პირდაპირ გვეუბნებიან ამასაც და ვინც დარჩებით, იცოდეთ, რომ აი ბიძინისტანში ცხოვრობთ, ასე ვთქვა და აი ბიძინისტანის რაღაც ნორმებს უნდა შეეგუოთ და ეგ არის ნორმალური, ეგრე ამას გვეუბნებიან პრაქტიკულად, ხო და მაგრამ ამასაც ვერ აღწევენ, ხო და მართალი გითხრათ, მეც როგორც ბევრ ჩვენგანს ალბათ რაღაც ოპტიმიზმის და პესიმიზმის რაღაც ტალღები გვაქვს, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიურად, მაგრამ
და ერთის მხრივ ხო ხედავთ რომ ამდენი ხანი ბრძოლა, მაგრამ ხელისუფლება მაინც რაღაცნაირად შეტევაზეა და ახალ რეპრესიულ ზომებს იღებს, მათ შორის საუნივერსიტეტო რეფორმაც რეპრესიული ზომაა, რა თქმა უნდა, არანაირი შეხება მას განათლების განვითარებასთან არ აქვს. ხო, მაგრამ ამავე დროს რაღაც პოტენცია ამ საზოგადოებაში მიუღებლობის მაინც საკმაოდ მაღალია და თუნდაც ეს საუბრობთ ამ ესე ლევან ღამბაჩიძესთან ამაზე რომ რაღაც შემოიღეს რაღაც ახალი რეპრესიული ზომები, რომლებიც თითქოს ეფექტიანი უნდა იყოს, იმიტომ რომ ციხეში ერთხელ ერთი კვირით წახვალ არაუშავს თითქოს, მაგრამ მეორე ჯერზე უკვე წლით თუ წელიწად ნახევრით იშვებენ, ხო? რაღაც აღარ იქნება ხალხი, უბრალოდ ვინც მზად არის ასე ციხეში წავიდეს, მაგრამ ამ პროტესტმა თითქოს სხვა ფორმა მიიღო, რაღაც ის შემართება მაინც არსებობს, შეურიგებლობის ენერგია მაინც არსებობს, უბრალოდ ფორმები იცვლება და გამოიხატება და ეს ხელისუფლებაც ამას ვერ საუბრის პარალელურად ამას ადევნებს მაყურებელი თვალს, რომ თითქოს ყოველი საღამოს რაღაცა ეს თქვა ეს ეხლა თაბუკაშვილის ქუჩაზე არიან მსვლელობის მონაწილეები და იქ როგორც ჩანს კიდევ გარკვეული მიმართულებებით რაღაცას ხელს უშლის შეიკრიბებიან სადღაც რაღაცას მოიფიქრებენ ახლა ეს ვქნათ და შედეგი რაღაც სხვა არის ხოლმე, არა ის, რასაც თვითონ გეგმავენ. ხო, ამიტომ ესე იგი იმის დაჯერებაც ძნელია თითქოს ერთის მხრივ რომ ასეთი პროტესტით რეჟიმი ჩამოიშლება, მაგრამ იმის დაჯერება ძნელია, რომ რეჟიმი მიახდებს თავისას, გაანორმალურებს სიტუაციას, შეაჩვევს საზოგადოებას, რომ ეს არის ახალი ნორმა, ჩვენი ახალი ნორმა გახდა მუდმივი კრიზისში ვართ და ქართული ოცნების ამორჩევლსაც როგორც სანაკვლევები ტარდებოდა ჩანდა რომ ისინიც მათი აღქმაც ეს არის რომ კრიზისში ვართ მათ კი აქვს ახლა ვიღაცას შერჩა ჯერ კიდევ ეს მითიური წარმოდგენა ბიძინა ივანიშვილის რაღაც განსაკუთრებულ სიბრძნეზე, რომ ის ყველაფერს მოაგვარებს. მან იცის რა საკეთებს, დასავლეთთანაც მოაგვარებს, აქაც მოაგვარებს, მაგრამ ასეთი ზებუნებრივი უნარის აღწევს ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად, მათ შორის თავის ვერტიკალში არსებული. ხო, ვერ აგვარებს, დასავლეთთან რომ ერთხო ეს მართლა უნდა მოგვარება დასავლეთთან ეს. ხო, გჯერა, მაგრამ ვერ მოაგვარა, რუსთაველზე ვერ აგვარებს და თავის გულში ვერ აგვარებს. და რუსეთთანაც ვერ აგვარებს. რუსეთთანაც ვერ აგვარებს. რაზეც იყო საუბარი, რომ ტერიტორიული მთლიანობის ხო, რაღაც მესიჯებს უშვებდნენ აქტიურად, ეგრევე თავში წამოარტყეს და ხო, ვერსად ვერ აგვარებს და ყაზახეთის ელს შეხვდება ერთი კვირა მაკაბოჭორიშვილი, მეორე კვირას რაღაც ჩინეთის ელს. მე ისევ ყაზახეთის ელს. მე კი ბატონო ემირატების ვიღაც ჩამოვა და ეს არის სულ, ხო? და ესე იგი რეჟიმიც ვერ დადგა ფეხზე პრაქტიკულად და ამას მოძებს ის რა თქმა უნდა, რადგან ასევე ისაუბრეთ დღეს რომ რაღაც რეპრესიის გარდა კიდე რაღაც უნდა არსებობდეს, ხო? რეპრესიაა და ფულია, ხო? ეს რაღაცას თქვათ, ამ სანქციების რაღაც ფორმებით არიდების თუ რაღაც ფაქტობრივად რუსეთის ომზე პარაზიტირების ხარჯზე, ჩვენი ზოგადი ეკონომიკური სიტუაცია არ არის რაღაც კრიზისული, ხო, თავისთავად და ერთის მხრივ ეს არის, მეორეს მხრივ რეპრესიაა და კი ბატონო, ამაზე შეიძლება რეჟიმა რაღაც პერიოდი გაძლებს და ძლებს, ხედავთ, რომ გაძლო, მაგრამ რაღაც ლეგიტიმურობის საფუძველიც ხო უნდა გქონდეს, არ გულისხმობ ამაში არჩევნები გაყალბდა და ასე შემდეგ, რა ფორმალური ზედაპირზე დევს, სულიად აიბნენ თავის ნარატივებში, ხო? გასაგებია რომ მე არა ვარ წინააღმდეგი რომ გინდა ჩინური ინვესტიცია შემოვიდეს და გინდა არაბული, მაგრამ თვითონ ხო ამით მოვიდნენ რომ საიზღარი ნაციონალები ჩინელები მოყავთ და არაბები მოყავთ და რაღაცა და ახლა აღმოჩნდა რომ ჩინელები და არაბები არიან მათი ერთადერთი მეგობრები, ხო? რომ საჯაროდ ახლა რუსეთთან მეგობრობას არ აფრიალებენ ასე. რაც შეუძლიათ აფრიალონ, ეს არის არაბებთან და ჩინელებთან მეგობრობა. რო ეყრნობოდნენ ამ ნარატივს, რომ ნამდვილი ქართული კულტურა და რაღაცა მართლმადიდებლობა და ასე შემდეგ, ეჩხუბებიან მღვდლებს და ეხუტებიან ჩინელებს და არაბებს. ხო, საკუთარი მათი რა უნდათ საერთოდ, ასე ვთქვათ, ხო, რისთვის არიან გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი სულ იყოს ხელისუფლებაში. ამის იქით
უკვე არ არსებობს რაღაც ამბავი რაღაც იდეოლოგიური იდეოლოგია არა ბიზნესი უნდა იყოს იდეოლოგია არის ბიზნესი უზრუნველყოფთ ჩვენ რაღაცა დონეზე მაგრამ ამ უზრუნველყოფასაც პრობლემები ექნება იმიტომ რომ ვინც უზრუნველყოფილი იყო ყველა მოწყვლადი აღმოჩნდა იმ დონეზეც კი რომ ბიზნესის მიერ ნაჩუქარი სახლის ჩადება მოუწია მისი პატიმრობის გირავ ბატონ გია მეორე ნაწილზე გადავინაცვლოთ ეს კიდევ უფრო მეტად საინტერესოა გასაგებია რომ საზოგადოება არ აძლევს შესაძლებლობას და კადრებში ახლაც მაგას უყურებს და არა მარტო ამას, იმიტომ რომ საზოგადოებრივი განწყობა ყველგან იგრძნობა. შეიძლება ყველა ასე აქტიურად პროტესტში არ არის ჩართული, მაგრამ მიუღებლობა ამ ტიპის სრულიად გაუგებარი. ვეღარც რუსულს ხან და ხან ვამბობთ ხოლმე რომ რუსული ჩინური ვარიანტი. აი რაღაცა აი ამ აბსურდში ვარ ყველანი არეულები, მაგრამ ამაზე კაპიტალიზებას ვერ ახდენს სხვადასხვა მიზეზის გამო პოლიტიკური ოპოზიცია. სუბიექტური და ობიექტური მიზეზები მრავლად არის დაგროვილი. თქვენ რა პერსპექტივას ხედავთ ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ვთქვათ რომ რაღაც ესეთი გამოკვეთილი, აი ადრე ცოტა ხნის წინ იყო ხო, მაგალითად, სალომე ზურაბიშვილის გარშემო არსებული ფორმატი, რაღაცეების თელობები იყო. ახლა უკვე მივიღეთ ამ ხრივაც დანაწევრებული, ასე ვთქვათ, პლანი. ნუ კი ახლა რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიჯანა ივანიშვილმა რასაც მიაღწია თავისი მისი გადმოსახედიდან არის ერთის მხრივ სამოქალაქო საზოგადოების გაყინვა პრაქტიკულად, ხო სამოქალაქო საზოგადოება ვერ ფუნქციონირებს, რაღაც ინერციით, ვიღაც უკიდურესად მაგრამ ხო რაღაც ნორმალურად ვერ ფუნქციონირებს, ეს ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტია, ხო, ჩვენი დემოკრატიული რეალობის და პოლიტიკური პარტიები არის პრაქტიკულად მარგინალიზებული პოლიტიკური პროცესიდან განდევნილი. პოლიტიკური პროცესი არ არსებობს, სადაც პოლიტიკური პარტიები თავის თავს იპოვნიან. გასაგებია რომ ჩვენ ხაზს უსვამთ ამ სიტყვა ფრაგმენტაციას, ვიმეორებთ რომ ერთიანობაა საჭირო. გასაგებია ახლა ამას დაემატა კიდევ რომ ფორმალურადაც გძალავენ პარტიას და რომელიც არ აგრძალეს, ხო, იმის ლიდერს ახლა წაუყენეს სისხლის სამართლის ბრალდებები. გახარიას პარლამენტში შესვლამ არ უშველა, ასე ვთქვათ, ხო, მაინც კრიმინალია გახარია მათვალში. ხო, მაგრამ ამის გარეშეც, ხო, თუნდაც ასე ვთქვათ ალბათ აკრძალავენ კი თუ რაღაც არ მოხდა და ბოლომდე მიიყვანენ ამ დაბიჯსაც, მაგრამ გამარჯვებას მანამდე მიაღწიეს, როცა რაღაც მარგინალიზებული გახდა პოლიტიკური პარტიები, რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი პრობლემაა წინააღმდეგობის მოძრაობისთვის, იმიტომ რომ რაღაც სპონტანურობა, კრეატიულობა, რაღაც სულისკვეთება ეს არის რა თქმა უნდა მისი ძლიერი მხარე და თავგანწირვა მაგრამ თუ ეს პოლიტიკური პროცესია, თუ ისა პოლიტიკური წინააღმდეგობა და არა უბრალოდ მხოლოდ მორალური წინააღმდეგობა, რაც თავისთავად ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რაღაც უნდა იყოს ალტერნატივა, ხო? ის საბოლოო ჯამში ხო თუ პრაგმატულად შევხედავთ, ბრძოლა მიდის ისეთი ნაკლებად პოლიტიზებული, ნეიტრალური მოქალაქის გულისა და სულის მიმართ, რომელიც პრაგმატულად უყურებს, რომ კი ბატონო ესენი არ ვარგა, მაგრამ ვინ არის ალტერნატივა, ხო? ეს საკითხი მუდამ დგება და აი ამ ასე ვთქვათ, ნაკლებად პოლიტიზებული ადამიანი მასა ვერ ხედავს ამ ალტერნატივას. ეს ცხადი არ არის, ვინ არის ალტერნატივა და ოპოზიციის პირველი ფუნქცია არის იყოს, რომ განასახიეროს ეს ალტერნატივა, ხო? შეიძლება ამ წუთში პოლიტიკურ პროცესზე ვერ ახდენს გავლენას და ობიექტური მიზეზებიც არის, რატომაც ვერ ახდენს, მაგრამ სულ მინიმალური რაც უნდა ქნას ოპოზიციამ არის ის, რომ უთხრა საზოგადოებას, რომ ესენი რო არ იქნებიან, აი ეს იქნება. ხო, რაღაც კონტურები უნდა არსებობდეს, აი ამ კონტურებს ვერ ქმნის და ეს დიდი პრობლემაა. შეიძლება ვთქვათ, რომ თავად ოპოზიციაში ერთმანეთის მიმართ უნდობლობისა და ნეგატიური განწყობა უფრო დომინირებს, თუნდაც ივანიშვილის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებაზე. არ არის მისული ჯერ რაღაც იმ წერტილამდე, როდესაც აი სუბიექტური განწყობები ერთმანეთის მიმართ უკანა პლანზე გადავიდოდა. რა უნდა მოხდეს კიდევ ის? ხო, არ ვიცი, ახლა ეგ რა უნდა მოხდეს მასალისად წარმოსადგენია, ხო იციან რომ აკრძალავენ მაინც, ხო, ახლა ფორმალურად, არ ვიცი, თქვენს
მინიშნებებში საუბრობდით ასევე პროცესზე, რომლის წინ ეს პროგნოზირებას რთულია, ახსენეთ ეგრეთ წოდებული შავი გედის ფაქტორი. ამაზეც რო გითხრათ, რა შემთხვევაში აქვს მსგავს გამოვლინებებს გადამწყვეტი გავლენა უკვე პროცესზე და თუ გაქვთ რამე ვერსიები, რა შეიძლება იყოს ეს შავი გედი? ხო, ну შავი გედი იმის შავი გედია, რომ არ იცი რა შეიძლება იყოს, ხო, ეს არის როგორც უცნობი, ანუ არის შეიძლება რაღაც მაგალითისათვის უკრაინაში საომარი მოქმედებების გაჩერება შეიძლება იყოს ასეთი შავი გედი. ხო, ну ერთი გეოპოლიტიკური კომპონენტია, ასე ვთქვათ. რაც უბრალოდ ომის გაჩერება კი არა, ისეთი გაჩერება, რომელიც რაღაცნაირად რუსეთის დამარცხებას უფრო გავს, ასე ვთქვათ, გასაგებია რომ ძნელი წარმოსადგენია ამ წუთში რომ მართლა მიცი მიზნების მიუღწევობის მისი რომ აი რაღაც ისეთი მაგარი არ არის და ნუ ზოგადად გეოპოლიტიკური ვითარების შეცვლა, რა თქმა უნდა, აი სახალხო განწყობა ну ბევრჯერ თუნდაც აქციებზე საუბრისას და რაღაც იქ ყოფნით თუ გარეთ ვართ ხშირად გითხოვს რომ გამოსtildeებიდან გამომდინარე რომ არასდროს არ ვიცით რა იქცევა იმ ნაპერწკლად რომელიც რაღაც აგიზგიზებს პროტესტის მუხტს ხელახლა ხო მოულოდნელია ხოლმე ეს ხო თუნდაც ეს არჩევნებში 24 წელს ხო არჩევნების გაღალდება ვერ გამოიწვია იყო ისეთი მწვავე და ირაკლი კობახიძის გამოსვლამ გამოიწვია რატომ უნდა გამოიწვია იმას და კი და ამას არა ну თლაც ლოგიკურად ცხადი არ არის მაგრამ ასეა ხო რაღაც გავრილოვის სადღაც ჩაჯდომამ გამოიწვია რაღაც თავისთავად არანაკლები რომ ბოლოს გავრილოვთან ჭიქები ჩახურვა არ გამოიწვია ხო ამიტომ არ ვიცით ეს მაგრამ როდესაც ფაქტია ჩემი აზრით ეს რაღაც ასე უზნობ ყოველ შემთხვევაში რომ ეს უკმაყოფილება სადღაც გუბდება და გროვდება და როდის და რანაირად ამოხეთქავს რაღაც სხვა ფორმით ეს არ ვიცით ამიტომ შეიძლება თუ არა შიგნითაც ხო როდესაც ხედავს რომ ну რაზე არის აგებული ასე ვთქვათ ასეთი ავტორიტარული სისტემები ხო რომ ეს ერთი ადამიანი ხო ვერ მართავს ხო ვიღაცების მეშვეობით მართავს და იმ ვიღაცებმა უნდა იგრძნონ რომ მისი ერთგულება ფასდება ან ლოიალიზმი ფასდება და ახლა ღარიბაშვილზე უფრო ერთგული ადამიანის წარმოდგენა მე პირადად ძალიან მიჭირს ხო ну ახლა რა უნდა ეკნა მეტი იმ კაცს რომ უფრო ერთგული ყოფილიყო მაგრამ დაუფასდა არ დაუფასდა ხო ახლაც ხო რაღაც ახლაც საკმაოდ გაუგებარი რაღაც ხმები ისმის ღარიბაშვილზე რომ რაღაც თავისი ბიზნესი არ წარმოა კარგად სწორე ხალხისთვის არაფერი მოუპარავს ხო რა ბიზნესი იყო ამისთან ამდენი რომ იშოვა ხო და ეს გასაგებია რომ პოლიციას და სულს ასე ვთქვათ უზრდიან ხელფასებს დაფინანსებას რაც ну ბუნებრივია რომ სხვა რა უნდა გააკეთონ ხო ამ ვითარებაში თუ არა ეს მაგრამ რაღაცნაირად აჭრილები რო არიან შიგნით ამასაც ხედავს ყველა ხო შეუძლებელია ეს არ დაინახო ხო როდესაც ყველაზე ერთგული და ახლობელი ადამიანები უცებ ხდებიან რაღაც კრიმინალები და მათ მოადგილეებს და ახლობლებს იჭერენ და იმათ ჯერ არ იჭერენ. ხო რაღაც. ანუ ეს არ არის ისეთი რამე, რომელიც აი რაღაც პროევროპული უნდა იყო ან რაღაც ლიბერალურ ღირებულებები უნდა აგაფრთხილებდეს. ხო ეს ნიშნავს რომ უბრალოდ აჭრილია ეს ხალხი და რაღაც იქ მათი ერთგულება, ესე იგი თუ ღარიბაშვილის ერთგულება არ ფასდება, ესე იგი ვიღაცის ერთგულება სადღაც რატო ფასდება. ხო ანუ სადღაც გორის ან ხაშურის საკრებულოში ვიღაცებს იჭერენ. სინდიკატის შიდა კრიმინალური წესების დაცვაც კი არ მიმდინარეობს. კი, ანუ რა წესის უბრალოდ უნდა იყოს ლოგიკის მიღმაც. ხო, ამაშია ამ სისტემის რაღაც შიდა ლოგიკაც, მაგრამ მორღვეულია. აი და კიდევ ერთ მოსალოდნელ თლად შავი გედი არ არის, მაგრამ საუბრის ბოლოს მაინც ხიდი მინდა გაავდო ჩვენს შემდეგ სტუმართან, ბატონი გიორგი ხიშტოვანი ყავს, რომელსაც უკვე ეკონომიკური კუთხით ექსპერტიზა მინდა რომ ვთხოვო და შეიძლება თუ რა შავი გედი იყოს
სოციალური მდგომარეობის მნიშვნელოვანი დამძიმება, იმიტომ რომ ამ ძალოვნებს კი უზდით სისტემის ძალოვნურად უზრუნველსაყოფად, რა შეიძლება მეტმა პატრულმა ზდიოს ამ ხალხს, შემდეგ მოსამართლეებს ჰქონდეთ იმდენი ფული, რომ თავიანთი უსამართლობა გაამართლონ და დედაშვილს პროტესტის გამოხატვის გამო ციხე მიუსაჯონ, ან 10 თვით ისედაც ციხეში გაუმწყობელ მზე ამაღლობელს კიდევ რაღაც დამატება მოთხოვნა და ასე შემდეგ, მაგრამ ანუ თავიანთ თავმოყვარეობაზე რომ დაიბიჯონ და დაივიწყონ ყველაფერი, არა მარტო პროფესიული ღირსება, ადამიანობაც, მაგრამ ეს ფული ჯდება ბატონო. ხო, არა, ეს ფული ნელ-ნელა განსაკუთრებით დასავლეთის მხრიდან იზოლაციის პირობებში ის არაბები თავის დროზე რომ შემოიყვანა სააკაშვილმა, შემოიყვანა სერიოზული პირობებით, აქ რომელსაც მერე მოყვა სხვა მხრივ არაბების მხრიდან კიდევ მნიშვნელოვანი ჟესტები, ასე ვთქვათ, ხო? ნახევარ საქართველოს კი არ ჩაუბარებია და გადაუცია თავის მიწებიანად და ეს მიწებიც ეს რესურსი გამოწურვადია, ესე მარტივად ხო სამცხორებს აბედნიეროდ საქართველოს მცირემიწიანი ქვეყანა არის. ამ ხრივად სავაჭრო ბევრი არაფერი, გასაყიდის არაფერი იქნება ბევრი. ხო და ეს შეიძლება იყოს აი კი, რა თქმა უნდა, ესეც არის და ეს ჯერჯერო ახლა მე ზოგადად ძნელია არ ვიცი ხიშტოვანი რას იზამს, გიორგი ხიშტოვანი რას იტყვის, მაგრამ და მეც მაინტერესებს, მაგრამ როცა პატარა ქვეყანა ხარ და ასე ვთქვათ რთულ რეგიონში ხარ, ხო, ძალიან ასე ვთქვათ შენი ეკონომიკური პერსპექტივები ძალიან ებმის, ასე ვთქვათ, ამ გარემოს, ხო, როდესაც პრაქტიკულად ერთი მხარე ჩამოიჭერი მთლიანად დასავლეთიდან ინვესტიციები საკმაოდ სერიოზული იყო, როგორც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ისე ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ბოლო დრომდე, ხო? და თვითონ დასავლეთთან ინვესტიცია იყო წამყვანი ფაქტორი აღმოსავლეთიდან. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ხო? გასაგებია კი ეს არაბები ჩანდნენ და რაღაცა. რა თქმა უნდა, ხშირად აი ოპონენტები, პროპაგანდისტები ხშირად ახსენებენ, რომ ერთი ამერიკული დიდი კომპანია, ამაზე ჩვენ და ამერიკელებს ჩვენც ვეწუნებოდი და არანაკლებად აქტიურად, გეგონება ამათ გაუხარდებოდათ რომ შემოსულიყო, მაგრამ ფაქტორი ზუსტად ეგ იყო, რომ ამერიკელებთან რომ მეგობრობდი და ევროპულ სახელმწიფოდ ყალიბდებოდი და მით უმეტეს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა გაგიხდა, უძრავი ქონების ფასით დაწყებული, გაგრძელებული ქართული პასპორტის ფასით ეს იყო მიმზიდველობა, რის გამოც ის აღმოსავლური ინვესტიციები აქ შემოგვიყვანა. რა თქმა უნდა, ჩვენი სახელი რა იყო, რომ აი ევროპასთან გვაქვს ის ღრმა და ყოვლის მომცველი რაღაც ვაჭრობის ხელშეკრულება და პლუს ჩინეთთანაც გვაქვს. ხო და რაღაც, თურქეთთან კაი ურთიერთობა გვაქვს და რაღაც და ყველასთან კარგად ავარ და რუსეთთანაც ისეთი მძაფრი წინააღმდეგობაც აღარ გვაქვს თითქოს, რაღაც პერიოდში ასე იყო და ეს ამან შექმნა რაღაც, ხო? რეალურად რაღაც ესეთი საინტერესო ქვეყნის იმიჯი. შემდეგ წამოვიდა უკვე ომზე პარაზიტირების პერიოდი, რაც არის ბოლო 3 წელი და ამის წყალობით, იმის ინერცია და ამის ომზე პარაზიტირების ვითარება ამას განაპირობა ის, რომ ეკონომიკურად არ აგვიშავს შედარებით, ხო, ვიდრე შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ეს არის მაინც მოკლევადიანი ეფექტები.